მოგესალმებით კიდევ ერთხელ. როგორც ცით ეს არის Monolith Records-ი, პოდკასტი, სადაც არტისტებს გაიცნობთ უფრო ახლოს, გაიგებთ მათი პირადი ცხოვრების შესახებ, რა საქმიანობენ რითი არიან დაკავებული სცენის მიღმა და მათ შორის როგორ ქმნიან თავიანთ მუსიკას, იმას, რასაც თქვენ სცენაზე ისმენთ. გამარჯობა, დავით. გამარჯობა. როგორ ხარ? პირველ რიგში მაინტერესებს. კარგად, მადლობა, შენ როგორ ხარ? მშვენივრად. წლების განმავლობაში უკვე მეინსტრიმად არის ელექტრონული მუსიკა. ელექტრომუსიკას მოვუსმენ. ჩვეულებრივად ჩემს საყვარელ, სტარ არტისტებთან, ჩავიდოდია და აი რომელი სუპერზალა გექნებოდა? ბიტკოინს ვიყიდი. ერთად შეყვარებული, რა ვიცი, მეუღლე, შვილი. შეყვარებული არ ყავს. უფრო კაი თუა. საკმაოდ დიდი ინტერესია შენს მიმართ, რა? გემოვნების საკითხია, რა ვიღაცები იქ დადიან, ვიღაცები აქ დადიან, მაგრამ არა, ეგრე არ უნდა იფიქროს ეხა, რავი, მაინც ტრიალებს რა ესე ლუპზე რა, ვინც უკვე დავით, მინდა გკითხო შენს DJ name-ზე რატო მაგალითად ტეკაჩიმო? ზასაცილო, მართლა ზასაცილო, აი ეგ იყო, ძალიან ადრე იყო, აი პირველად რომ ბავშვობაში რომ გამეს Instagram-ი რომ გავიგე რომ არსებობდა რაღაც ახალი ის რო იყო, აი ფილტრებსაც რო ადებდი, ხო იცი Instagram-ზე რაღაც შენი და რაღაც რეტიკას ფოტოებს რო დებდნენ. ანუ დავიწერე პროსტა ტეკაჩიმო, ოღონდ იმიტომ დავიწერე რომ ანიმეებს უყურებდი ძალიან ბევრს ხოთა შორის და ანუ რაღაცა შევხვდა ეს იაპონური სახელი რომ უნდა ააწყო შენი თუ რაღაცა და დათო გამოვიდა ტეკაჩიმო. და პროსტა დავიწერე და პირველ დეიტზე ესე არავინ არ ჩაღმავებულა რა დაგაწეროთ, იმიტომ რომ სულ მეწერა, ანუ არ ვიცი, პროსტა მეწერა, ტეკაჩიმო რავი და всё რა და. რო დაწერე ეს პირველ დეიტზე ტეკაჩიმო, მეთქი, ოკეი, всё, იყოს, მოდი აწერე ტეკაჩიმო რა, არაფერი არა ცუდი რავი, აი ესეთი არც ძალიან საიდუმლო არა, პროსტა დათოს ნიშნავს იაპონურად რა თუ რაღაცა. არის რაღაც საკითხები, რაც მინდა რომ გავიაროთ მე და შენ ამ კონკრეტულ მოცემულობაში და პირველი, რაც მე პირადად ძალიან მაინტერესებს, არის ქმნი თუ არა კონკრეტულად შენს მუსიკას, ანუ ხარ თუ არა პროდიუსინგით დაკავებული? კი, ვქმნი. ოღონდ ჯერ არ ვდებ რატომღაც, რავი, ფიქრობ რომ უფრო მეტი მჭირდება, ჯერ ანუ განვითარება, სწავლა, უფრო დახვეწა რაღაცეების, ამიტომ ჯერჯერობით უფრო სელექციებს უკრავ აგროვებულ მუსიკას და აი მეგობრების პროდაქშენს ვიცაწვება მეგობრები იმას ტრეკებს უმეტესად. შვენიერი. ისე როგორ ფიქრობ, ანუ შენთვის მაგალითად როგორც არტისტისთვის, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნიკური საკითხის ცოდნა? ტექნიკური საკითხის ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. აპარატურას გულისხმობ ამ შემთხვევაში? კი, აი უნდა იცოდე ყველაფერი ჩემი აზრით, რომ რამე რავი, აი სცენაზე დაკვრის დროს რომ რაღაცა დაგემართოს ან დაემართოს თვითონ აპარატურას მინიმუმ რაღაცები უნდა იცოდე, აი მაგალითად შეერთება რაღაცების, გამოერთება ბოლო-ბოლო და რავი, აი ელემენტარული რომ აი უცებს შენი თვე მაინც რომ გააკეთო, რომ აი სანამ მოვა ტექ დახმარება და რაღაცეები, მანამდე მოასწრო უცებ რაღაცის გაკეთება მაინც და არ ჩაიშალოს დეითი ან რაღაც ეგრე რო ვთქვათ, ჭყალებში. ოკეი. ისე რამდენი წელია რაც კონკრეტულად აი შენი ეს მუსიკალური გარემო და ეს პროდიუსინგიც მათ შორის რასაც აკეთებ, ანუ ჯამში რა დროს მოიცავს ეს ყველაფერი ერთად რასაც აკეთებ? ზოგადად მუსიკა როდის დავიწყე თუ რას მეკითხები? კი. აი ზოგადად მუსიკა დავიწყე ალბათ აღმოვაჩინე უფრო 11 წლის ასაკში. აი მანამდე ეხა რავი, აი ესე პროსტა უსმენდი რაღაცებს, მაგრამ აი ეს რო დაკვირდი და რაღაცა აღმოვაჩინე აი სადღაც 11-10 წლის ასაკში და დავიწყე პირველად გიტარით დაკვირთ. აი გიტარა ვიყიდე. მე სახში ვსწავლობდი ამ გიტარას დაკვრას, ანუ მასწავლებელი მყავდა. დავიწყე დიჯეინგი 2021-2022 წელს ესე რო ვთქვა და აი მაშინ უკვე დამეხმარა კლაიმი. აი ბათუმში მყოფი ვინილ შოპი, აი ეხლაც აქტიურია. და რავი, მათ შევიძინე სხვათა შორის ეგ ცოდნა, აი რო დავიწყე მუშაობა, თან დაკვრაც, ტრეინინგ რუმიც ჰქონდათ თავისი. მეგობრებიც მეხმარებოდნენ ამავდროულად, რავი, ჩემი ბასისტი მემო, რავი, ჩემი მეგობარი ერიკა და რავი, ყველა მეხმარებოდა ესე რომ ვთქვათ სწავლაში დიჯეინგის. ანუ გარდა დიჯეინგის შენ ჯგუფიც ყავს ხო, როგორც მივხვდი? ბენდშიც უკრავ, ტრიგერში, უკრავთ ქართულ ეგრევე ვთქვათ ქართულიც და ინგლისური ტრეკებიც გვაქვს, პანკ-როკს უკრავთ. წერთ ჩვენი ალბომი გვაქვს ერთი სრულყოფილი და ერთი სინგლი.
და ასევე ერთი კლიპი. ეხლა ვმუშაობთ ახალ მატერიალებზე, რომელიც გამოვა აი სავარაუდოდ ზაფხულისკენ ან გაზაფხულისკენ. მე რასაც ხა დავაკვირდი შენს როგორც Instagram გვერდს, ესე პირადად ურთიერთობა არ მქონია მე და შენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მოკლე პერიოდის მანძილზე საკმარისად ხარისხიან მუსიკას აკეთებ ეს ერთი და მეორე ასე თუ ისე, ანუ აქტიური არტისტი ხარ. მომწონს ყოველ შემთხვევაში ის მოცემულობა, რაც ვნახე. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ მარტო ჩემ მოწონებაზე ხო არა, ანუ რასაც გადავხედე, საკმაოდ დიდი ინტერესია შენს მიმართ რა. ხო და შენი გადმოსახედიდან აი რამ განაპირობა ეს როგორ მიხვედი ამ ეტაპამდე, იმიტომ რომ ანუ რატო გეკითხე ვიცი ამას, ანუ არიან არტისტები, რომლებსაც უნდათ რა და ბევრს შრომობენ მაგისთვის რეალურად. მაგრამ მომისმენი აზრები, რომ აი რაღაც არ გამოდის რა, ვერ მიყავთ ეს კონკრეტული საქმე ბოლომდე. და აი შენთან მიმართებაში ეს როგორ იყო, აი რამ განაპირობა ეს მოცემულობა, რაც ახლა გაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ ცნობადი სახე ხარ ასე თუ ისე. არ ვიცი, მაგრამ აი ზოგადად რავი, აი ჩემი აზრით შრომა შეიძლება არ დაგიფასდეს ახლა, მაგრამ მე უეჭველი დაგიფასდება და აი მე ვფიქრობ, რომ თან არის ის კონკრეტული მომენტია საქართველოში, რომ აი ბევრს უნდა იცნობდე, აი ეგრე რომ ვთქვა ბჭყალებში ნაცნობობით რო აკეთებენ ბევრს რაღაცას, ესეც ანუ რეალურად ეს ძალიან მოქმედებს აქ საქართველოში, კი არა და ჩემი აზრით ყველგან რა და აი უნდა გაიცნო ჩემი აზრით, ბევრი ხალხი უნდა აჩვენო შენი ნაშრომი, ბევრი უნდა დაათვალიერო, ბევრი უნდა მონახო, მოძებნო, რავი და რაღაცნაირად უნდა გაიცნო ეს ხალხი, როგორმე უნდა აი მისცე იმის საშუალება, რომ მათაც დაინახო რა ასაკეთებ რა. აი მე ხა ვიცი, ბევრი მომისმენია ესეთი არტისტი, აი რაღაცა ოფენდექებზე და იმაზე, რომ აი მართლა ჩემზე მაგრად უკრავენ, მართლა ძალიან კაი მუსიკას აკეთებენ. უბრალოდ არ უფასდებათ, იმიტომ რომ თავის ნაშრომს ცოტა ეგრე რო ვთქვათ, აი არ გამოაქვთ რა გარეთ და რაღაცა და ჩემი აზრით უფრო მეტი მუშაობა საჭირო, იმიტომ რომ დღეს რავი სოციქსელებით მუშაობს ყველაფერი, TikTok-ით, რავი, Instagram-ით, აი ყველაფრით, Twitter-ით, რავი, ყველაფრით მუშაობს, აი არ ვიცი. ძალიან ბევრი სოციქსელი გვაქვს და ჩემი აზრით რაც უფრო გააპიარებ შენ თავს ეგრე რო ვთქვათ, აი რავი, უფრო ბევრი ნახავს, ბევრი რაღაც და გაგიცნობს ყველა და მე მაგალითად მარტო ეხა მუსიკას, ჩემ page-ს მუსიკას არ ვუძღვნი, ეხა შენც რაც მითხარი დღეს story-ზე რაღაცეები, აი რავი, ყველაფერს ვდებ ეს ჩემს ცხოვრებიდან, რავი, ხატვასაც, რავი, რაღაცა მერჩებსაც, რავი, იქეთ თუ რაღაც პროსტა სახში ვზივარ და ვუკრავ მაგასაც, რავი, გიტარაზე არა აუცილებელი თუ რა, მაინდა-მაინც ელექტრომუსიკა დავდო, არა, ანუ ყველაფერს ვდებ ჩემ ერთ page-ზე, რავი. კი მაქვს გადანაწილებული რაღაცა ნახატების page-ი ცალკე მაქვს ის, მაგრამ საერთო main-ზე ეგრე რო ვთქვათ, ვდებ ყველაფერს რა, აი. მოკლედ ადამიანი რო გადმოვა შენს Instagram-ზე, ასე თუ ისე გაერკვევა იმაში, როგორი ცხოვრობ, ეგრე რო ვთქვათ და რას ვაკეთებ ცხოვრებაში და რა მომწონს და რავი, აი რა მუსიკას ვუსმენ, იმასაც კი მიხვდება. შეიძლება იმ მუსიკას უკრავდე ბენჩი, მაგრამ აი როკს ვუსმენ, ასე ვუსმენ ელექტრომუსიკას, მაგრამ თან ვუკრავ, რავი, აი ბევრი რაღაცა რადიკალურად განსხვავებული სურვილები და როგორ გითხრა, ანუ ინტერესები გაქვს, ხო? შენი საუბრიდან გამომდინარე, საკმაოდ ესეთი არა, კრეატიული ხატვა, ხა პანკ როკი და დიჯეინგი შეიძლება ვინმე დაფიქრდეს და თქვას, რომ რა შუაში ერთმანეთთან, მაგრამ იდეაში ეს შენი ინდივიდუალიზმია, ხო? დიჯეინგში ცოტა აი პანკ როკის მიმართულებითაც ვუკრავ, რავი, აი ჩვენ გვაქვს პროექტი ის ბენჩი, სხვათა შორის გვაქვს პროექტი Trigger on Decks და ანუ ეგ პროექტი შეიცავს ჩვენი სელექცია, რასაც ვუსმენთ, რაც მოგწონს და რაც აი Trigger-ს უხდება თვითონ როგორც პანკ როკ ჯგუფს. აი იმას უკრავთ CD-ჯებზე. აი არის ახლა ადგილები, სადაც აი უბრალოდ ფიზიკურად ვერ აიტან აი აპარატურას, ვერ გაახმოვანებ, ვერ დადგავ აი უბრალოდ აი დრამი და გიტარები და ბასი, აი ადვილი გასახმოვანებელი მაინც არა, ახლა შენც კი იცი მუსიკოსი ხარ სცენაზე, აი არ არის CD-ჯები, რომ შეაერთო უბრალოდ პატარა ადგილი წაიღოს და არის კონკრეტული ადგილები, სადაც გვეძახიან, აი ეგრე რომ ვთქვათ, Trigger on Decks დაუკრან დექებზე რა. გაუშვან თავისი ტრეკებიც, სხვა ტრეკებიც, რაღაცა ისეთი, რომ აი გავერთოთ და უბრალოდ სელექციას მოусმინოთ კარგს. და რავი, აი ჩემი აზრით, აი მაგიტომაც, რავი, შეგიძლია რომ DJ-იც იყო, მაგრამ თან რავი, აი პროსტა სელექციას დაუკრა რა. პრობლემას არ წარმოადგენს ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთთან. რავი, და კითხო მოკლედ. არის რაღაც რაც შენ არ იცი ამ შემთხვევაში, ანუ მე მქონდა მოლაპარაკებებზე ესეთი შემთხვევა, როდესაც იყო ადამიანი, რომელიც ასევე ცოტათი იყო დიჯეინგით დაინტერესებული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უფრო ლაივ მუსიკა, ასევე ბენდი, დრამი და ასე შემდეგ.
და მოვისმინე ასეთი რაღაც, რომ ამ ქვეყანაში თურმე წლების განმავლობაში უკვე მეინსტრიმად არის ელექტრონული მუსიკა. კი. და რაღაცნაირად აი ძალიან არესია მოუნა რა ამაზე საუბარი და მითხრა რომ ანუ რაღა დროს ელექტრონული მუსიკა არისო, ანუ საერთოდ რა საჭიროაო რა, მაგასო ჯობიაო რომ ეს live performance-ები და ასე შემდეგ უფრო მაღალ level-ზე წამოვიდეს და გახდეს mainstream-იო და რატო გიყვე ვიცი ამას? აი შენ ერთ განაცხარ და მეორე განაცხარ რა. როგორ ფიქრობ აი ეს ყველაფერი შეიძლება რომ მაგალითად საერთო ჯამში საზოგადოებისთვის და ზოგადად იყოს ორივე level-ზე, ანუ ორივე იყოს mainstream-ი მაგალითად. და შეგიძლია რომ გააერთიანოს ორივე სხვადასხვის. ძალიან ბევრი live-იც ქონია ჩვენ ახლა ტესის რო უკრავდით, აი დაუკარით ტესის დაბადების დღეზე და ჩვეულებრივად crowd-მა მოისმინა ეს live მუსიკა, ძალიან გაერთო ყველა, ძალიან მოეწონათ და შემდეგ დადგა DJ. DJ-მ დაუკრა ჩვეულებრივად, ხალხმა გააგრძელა გართობა, რავი, აი დალევა რაღაცა, აი არავინ არ წასულა live-ის მერე, არავინ არ დაშლილა, რავი, აი live-ზეც შემოვიდა, იმასაც მოусმინა და ამას. ჩემს ძალიან კაი რაღაც წამოვიდა ეს კლუბებში, აი რომ აი მარტო ელექტრონული მუსიკაც აღარ არის რა, ეგრე რომ ვთქვათ, ანუ რაღაც მომენტში თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ უკვე live-ები ტარდება, რაღაც აი იწვევენ რაღაცას, შეიძლება იყოს 2 ბენდი, 3 ბენდი და საღამოს დილამდე, ან რავი, როდესაც ამთავრებს კლუბი მუშაობას, აგრძელებს DJ. ოკეი. და ჩემი აზრით, ანუ ძალიან ჩვეულებრივი საკითხია, რომ ორივეს გაერთიანება შეგიძლია და ასევე რავი და mainstream-ზე რაც შეეხება, ეხა ელექტრომუსიკა რო უფრო მეც უყვარს, ეხა საქართველოში ვიდრე აი რავი აი live მუსიკა, ანუ მაინც ხალხისთვისაც ცოტა ისეთია რა, აი ბევრი ჯგუფები სხვადასხვა რაღაცას უკრავენ, მაინც ეხა ელექტრომუსიკას რო შევადაროთ, რა ქვია იმას, აი ელექტრომუსიკას მოусმენ. ჩვეულებრივად ბევრი ბენდს ვერ მოусმენ, იმიტომ რომ ბენდით მაინც ხმამაღალი მუსიკა, ლირიკულია ცოტა, ტექსტებია, რაღაცეებია, ზოგი აჭერს, ზოგი არ აჭერს, ხო და აი ამიტომ გემოვნების საკითხია რა, ეგრე რომ ვთქვათ, ეხა მე აი არის ქართული ბენდები, რომელზეც არ წავიდოდი. არ მომწონს და უბრალოდ არ წავიდოდი რა. არაფერს არ ვერჩი მაგათ და აი რავი, არის ბენდები, რომელზეც წავიდოდი, არის ელექტრომუსიკა, რომელზეც წავიდოდი, რომელზეც არ წავიდოდი და ჩემს mainstream-ის ბრალი არ არის ეგ, არის უბრალოდ რავი, აი გემოვნების საკითხია რა, ვიღაცები იქ დადიან, ვიღაცები აქ დადიან, მაგრამ აი არის რეალურად ეხა რომ კლუბი უფრო მეტია, ვიდრე აი სასცენო ადგილი, ეგეც არა, ეხა open air რო წელიწადში ერთხელ ტარდება და რავი, ეხა ცოტა ბარებია იმისთვის რომ დაუკრა, ანუ არ გვაქვს სასცენო ადგილი რა, ესე რომ ვთქვათ, უკვე ნელ-ნელა ძალიან ბევრი კლუბის დაიხურა თუ რაღაცა, სანამ გაიხსნება ესეცა და რავი, აი ჩემი აზრით, უბრალოდ უფრო მეტი გასაქანი გვაკლია, ეგრე რომ ვთქვათ, რა, გვაკლია თვითონ გასაქანი. აი გასაქანს რაც შეეხება, ნუ კარგი რაღაც ახსენე, ანუ აი ამ გასაქანს ზოგადად არტისტებს რა აძლევს საქართველოში, იმიტომ რომ მე მაგალითად წერან შენს ახსენე კიდევ ერთი ფრაზა, ეს რაღაც თავისი community რა. აი ყველას თითქოს რაღაც თავისი community აქვს, სადაც მოხვედრა არის ძალიან რთული. იმაშიც გეთანხმები, რომ ანუ გარდა იმისა, რომ რაღაცას კარგად აკეთებდე, უნდა გქონდეს ადამიანებთან კომუნიკაცია და კონტაქტი რა. ყველაზე მთავარი ნაწილია ჩემი აზრით ეგ. კი. და როგორ ფიქრობ, ანუ შენი აზრით ეს ყველაფერი რეალურად პრობლემას არ წარმოადგენს, ანუ ხო შეიძლება რომ ადამიანს მაგალითად არ გქონდეს რა. კი, წარმოადგენს ჩემი აზრით. საუბრის როგორ გითხრა, თვითონ ამ ურთიერთობების შექმნის რესურსი არ გქონდეს მაგალითად. რავი, ისე შეიძლება რომ ითქვას, რომ კომუნიკაცია არ გინდოდეს რა. თუნდაც. არის, ანუ მინახავს ძალიან ბევრი ჩაკეტილი არტისტი რა. კი, ანუ რაღაც კონკრეტული თემით ცხოვრობს, რომელიც აი ხო ჩაკეტილია, ეს მარტივად. ხო და უნდა რომ მუსიკა აკეთოს მხოლოდ სახში თქვა. ჩემი აზრით კი ეგ ძალიან პრობლემაა რა, აი რომ აი ბევრი ვერ ხედავს, მაგრამ აი წეღარაც ვახსენე რომ აი სოციალური ქსელებით ძალიან ბევრი რაღაცა შეგიძლია, ჩემი აზრით რომ რაღაცა პროდუქტი რო გამოუშვა ბაზარზე და აი დაბუსტო, რაღაცა გადაიხადო, რაღაცა კონკრეტული პატარა თანხა რო აი მაგალითად ცოტა ხნით მაინც იტრიალოს ბუსტში, ჩემს აზრით ბევრი გადმოვა და ბევრი ნახავს ამას რა, აი რაღაცნაირად რომ დაარეკლამო შენი თავი, ძალიან კარგად გამოვა ეგ საკითხი, იმიტომ რომ მეზდამი რეკლამებია რაღაცეები, აი სეტები და რაღაცეები და იმუშავა. რაღაცებზე იმუშავა მართლა. პროსტა აი რავი, აი ესე აქ არ ვიცი, ჩემს აზრით ეგ პრობლემაა რა, მაინც რომ აი რომ კომუნიკაცია არ გინდა ვიღაცებთან, მაგრამ გიწევს რომ აი რაღაცა გზა მაინც გაგეხსნას, ეგრე რომ ვთქვათ, აი ეგ უკვე პრობლემაა მაინც. ანუ ვერ ხერხდება ეს მხოლოდ შენი ხარისხიანი პროდუქტით. ცოტა ბჭყალებში რო ვთქვათ, აი ბაბლში რო არ ხარ და აი ეგ ხოდია. მაგას გულისხმობ მეც. კი ბატონო. კიდევ ერთი რა მაინტერესებს, მოკლედ
აი ესეთი სიტუაცია წარმოიდგინე, სადაც მაგალითად უკვე შემდგარი არტისტი ხარ, დავუშვათ, რა ვიცი, აი 1-10 წლედი გაქვს მუსიკისთვის დათმობილი რა. როგორ გონია, ანუ შესაძლებელი შემდეგი 10 წელია? შეიძლება. ოკეი. ანუ შეიძლება თუ არა, რომ არსებობდნენ ადამიანები შენს ირგვლივ, რომლებიც მაგალითად იგივე საქმეს შენზე უკეთ აკეთებენ. ანუ კი, უეჭველი. ხო, მეც მაგაზრზე ვარ, უბრალოდ რატო გეკითხე ვიცი ამას? მაგალითად ესეთი ტენდენცია არის თითქოს რაღაცა ქართულ აზროვნებაში, რომ ვიღაცა ვინც უკვე ძალიან დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებს, თითქოს ანუ რატომღაც არის ის ბევრად უფრო მოთხოვნადი შენზე, არა და შეიძლება იგივე საქმეს აკეთებდეს შენ მასზე უკეთესად, მასზე უკეთესი გემოვნებაც გქონდეს და ამ დროს რეალურად შენ იგივეს ვერ იღებ. და აი საიდან გამომდინარეობს შენი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი? ჩემი გადმოსახედიდან ეგ არის ჩემი აზრით აი კაკრას ის არის ეს ავოჭოთ. ჩემი აზრით დაიკიდე არა. ჩემი აზრით ეგ არის აი როგორ გითხრა რა აი ეხა იმას რომ 20 წელი მაგალითად 20 წელი რო უკრავდეს აი თქვათ ყველგან დაუკრა ხო აი რა ყველგან აი ჩემი აზრით როგორც ეხა კლუბის ბუქერი ან რაღაცა რო ვიყო აი რავი ნუ რა თქმა უნდა იმას დაუბუქავდი იმიტომ რომ დღესდღეობით ეგრე ხდება რა ანუ მაინც ტრიალებს რა ესე ლუპზე რა ვინც უკვე ნანახი ყავს ვინც უკვე გამოცდილია ვისაც უკვე ძალიან ბევრჯერ აქვს დაკრული და აი უბრალოდ ჩემი აზრით რაღაც მომენტში ის არის რა ის ფაქტორია რომ აი შიშის ფაქტორია რომ აი ახალი ვიღაცა რომ დაუბუქო ის გაართმევს თავს დღეს აი თქვათ ვორმაპს რომ აი 3 საათიანი ვორმაპი რომ დაუკრას რომ აი შემდეგი დიჯეის ისე გაუხუროს სცენა და დაუტოვოს რომ აი შემდეგი დიჯეი გააგზავნოს ხო და აი ჩემი აზრით უბრალოდ ის არის რომ აი ცოტა უნდა ისქნა რა აი რაღაც აი მაინც საშუალება მისცენ რომ აი დაუკრან რა პირველებიც თუნდაც რომ 2 საათი დაუკრან და ლაინაპში მოხვდნენ ეგეც უკვე კარგია რა რავი აი სულ რო ხალხი არ ყავდეს იმას ისიც მაინც კაია რომ ლაინაპშია რა უკვე ვიღაცასთან ჩანს და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს რა იმიტომ რომ სადღაც რო იდები და რაღაცა უკვე ლაინაპში წერი ხარ რაღაც დადებული ხარ ფეიჯზე და რაღაცა უკვე ასწორებს რა ანუ რავი მეტი პასუხისმგებლობაცაა და უფრო სერიოზულად უყურებ შენ საქმეს ხო ანუ რომ ვიღაც გაფასებს ამის საშუალება მე აი ცოტა არ იყოს რავი ამ ოფენდექების ანუ არ მჯერა რა აი რაღაც ჩემი აზრით ის არის უფრო რომ აი ჩვენთან ქვეყანაში რომ აი პროსტა ოფენდექია შეგიძლია მიხვიდე დაუკრა არ ვიცი როგორ არც იცი როგორ მოგისმენენ არც იცი როგორ გაანალიზებენ ამ ყველაფერს და არც იცი დაგბუქავენ თუ არა შემდეგ ოფენდექის მერე რა ნუ არ ვიცი მოკლედ აი ჩემი აზრით ის დღევანდელობაში ეგ არის რომ აი რავი უბრალოდ ის უფრო დიდხანს უკრავს უფრო მეტი გამოცდილება აქვს და უბრალოდ იმის მაგრად რა თქმა უნდა ამას დაუბუქავ ისევ რა. იმიტომ რომ ამასაც შეიძლება ხალხი იცნოს, მაგრამ უნდა მივიცეთ ჩემი ეს საშუალება ვიღაცებს, აი თან ახლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემზე პატარები მომისმენია, აი 17-16 წლის ისეთ მუსიკას აკეთებენ და ისე კარგად უკრავენ, რომ ანუ მართლა ბევრს მირჩევნია რა, ანუ ბევრ დიდს მირჩევნია სიმართლე რო გითხრა რა. შენც ასე თუ ისე საკლუბო სფეროში მაინც ჩვენებურად რომ ვიაზროვნოთ, გამოდის რომ თითქოს ახალი არტისტი ხარ, მაგრამ მე ვაფასებ რასაც აკეთებ, ну არ ვიცი, ყველას ინდივიდუალური გადმოსახედი აქვს და შესაბამისად თავისი აზრი გააჩნია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე რო ვფიქრობდე, ანუ არ დაგეკონტაქტებოდი და არც გამიჩნდებოდა რამე სრული. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად აკეთებ შენ საქმეს და მათ შორის აი ეს კოლაბორაცია გაქვს ძალიან კარგი. ანუ მართლა გეუბნები ყოველგვარი ზედმეტი რაღაცების მგონიების და რაღაცების გარეშე, იმიტომ რომ რასაც მოусმინე თუნდაც აი როგორი განწყობა გაქვს დაკვრის დროს და ასე შემდეგ, რესპექტ, მართლა ძალიან კარგია. და ჩემი აზრით, შეხარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც სამაგალითოა თუნდაც ამ ახალ არტისტებში, იმიტომ რომ რასაც აკეთებ, კარგად აკეთებ და ერთადერთი რაც შევამჩნიე შენში არის რომ მონდომება გაქვს რა, ანუ ეს არ არის რაღაც ეს ბრალოდ ჰობი, ანუ რასაც აკეთებ, მართლა შევასება. ჰობით დაიწყო. მაგრამ მე რაღაცა ძალიან წაიღო, ძალიან წაიღო და მეთქი უეჭველი რა. ხო და აი შენი გადმოსახედიდან აი რა რჩევას მისცემდი, რა გამოცდილებაც გაქვს იქიდან გამომდინარე, აი რა რჩევას მისცემდი, მაგალითად არტისტს, რომელსაც ორჯერ აქვს სტუდიაში გაკვეთილი გავლილი და დღეს ფიქრობს რომ იცი რა შეიძლება ჩემგან არტისტი არ გამოვიდეს მაგრამ ამის ინტერესი აქვს რა მოწონს ხო ხდები
არა, ეგრე არ უნდა იფიქროს ეხა რავი, ანუ მეც არ გამომდიო და დაჟე აი რამოდენიმეჯერ ვაფშე გავანებე თავი ამოვაზრე ფლეშკა და დავდე სახში აღარ ვდი გავობდი. აი მართლა სტუდიაში უკრავდი აი 2 წელი თუ რაღაცა აი ეგრე და მე მომცეს დეითი თუ რაღაცა აი ისე რომ სეტები რაღაცები ჩაუწერე ძალიან ბევრი ვიარე ვიღაცები გავიცანი რაღაცა და ანუ ბოლოს რაღაც როგორღაც დაუკარი ისეთ ლაინაპში რომ აი არ იყო ძალიან სასწაული და რაღაცა ლაინაპი და ანუ პირველად დაუკარი ესე რომ ვთქვათ კიბეში დაუკარი ბათუმში. მგონი ტერასა იყო მაშინ, მაგრამ ლაინაპი არ იყო ისეთი დღეც არ იყო, რომ აი ხალხი იყო და რაღაც თქო ვერ გეტყვი რა, აი შეიძლება მაქსიმუმ 50 ადამიანი იყო, მაგრამ აი პირველ დეითზე ისე გამისწორდა ეს ყველაფერი, რომ ანუ ჩემი აზრით უნდა ივარჯიშოს აი დამწყებმა არტისტმა ძალიან ბევრი და ეგ შეგრძნება შეიგრძნოს საბოლოოდ რა, რაც არ უნდა დრო დასჭირდეს 1 წელი, 2 წელი თუ 3 წელი. აი ბოლოს მაინც იმამდე მივარო, აი ამ შეგრძნებასაც ნახავს და რავი, აი ძალიან გაუსწორდება და მე უფრო და უფრო მეტი მონდომებით იმუშავებს რა, იმუშავებს და ეგრე დააგროვებს გამოცდილებას. 2ჯერ და 3ჯერ თუ დაუკრავ სტუდიაში, ეხა არავინ არ მიცემს დეითს რა. ეგეთ ქვეყანაში ვართ ეხა რავი, შეგიძლია რომ გააძრო რაღაცა იქ ვიღაცასთან ნაცნობობით აქ რო აი მინახავს ისეთ დიჯეებიც რომ აი რავი, ვაფშე არც მიქსაობენ არაფერი, პროსტა სელექციით უკრავენ, უბრალოდ მეგობრებთან ხან ბარში, ხან იმაში, ხან ამაში. თუ ეგრეა, ну, რავი, აი, შეუულია ეგრეც, მაგრამ აი, ჩემი აზრით, ბევრი შრომა უფრო კაია და კაი მუსიკის დადება, ვიდრე აი რაღაცა აი არ გამომდის ძახილი და აი რაღაცა. ანუ შესაბამის ამბიციას, შესაბამისი შრომა და რესურსი სჭირდება. და ის მინდა ვთქვა, რომ აი არტ ეხავს უფასოდ დაკვრა. აი, ვაფშე არტ ეხავს, რავი, ვესმის რომ ვიღაცებს უნდათ რომ რაღაცა აი რადგან ამას ეს დამიფასონ და რაღაცა, მაგრამ აი თავიდან სატესტოდ და რაღაცა უნდა დაუკრა უფასოდ რა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ კონტაქტები გამონახო ადამიანებთან. ნუ არა მარტო ისედაც ხო უნდა ნახოს ამ ადამიანმა ფულსაში იხდის, ანუ შენ რო იყო ხა რაღაცის მყიდველი პროდუქტს როდესაც ყიდულობ, ანუ ხო შეიძლება გასინჯული არ გქონდეს, მაგრამ მინიმუმ იკითხავ ხო, ვისაც შეიძლება გქონდეს გასინჯული და შესაბამისად უკვე რაღაც წარმოდგენა გექმნება ამ ყველაფერზე, მაგრამ იმ მომენტში ესე მუსიკას ვერ გასინჯავ და დააგემოვნებ, უნდა მოისმინო ხო, რომ გაიგო მისი ვაიბი, თუნდაც გემოც და რა ვიცი ნებისმიერი რაღაც რა მოგწონს თუ არ მოგწონს და შესაბამისად მე გადაწყვეტ გინდა თუ არა ამ პროდუქტის ყიდვა. ამიტომაც გეთანხმები კი ნამდვილად ანუ ისტორია, როგორც უდგები და ფიქრობ ამ კონკრეტულ საკითხზე. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ეს დაფასების და დაგემოვნების საკითხი цота ეწელებათ ხოლმე რა. ხო, ეგეცა კი. არ შეიძლება პროდუქტი არ მოგწონდეს და ბევრჯერ ხდები რა. იგივეა მუსიკაზეც, რან თუ არ ხარ მოსაწონი არტისტი, მაშინ ეს არ უნდა გაგრძელდეს 4ჯერ, 5ჯერ. ანუ მართლა ბევრს ვთქვას ჩემთვის, რომ აი რაღაცა მე ხომ აქვს აი რაღაცა ეს პროექტი, რომ აი IBM-ს უკრავ. აი ძველი IBM-ი მომწონს გერმანული, აი ძალიან მომწონს, აი რა ვქნა, აი რაღაცა ის თან ეს პანკური დუხი. აი პანკური დუხი რა, რაც არის, აი დევს მაგ მუსიკაში რა, ეს ვოკალი, რაღაცა აი ცოტა ძველი დრამები, რაღაცეები და ბევრი მეუბნება რომ ძიმე მუსიკას უკრავს, მე ეგ არ მიტყდება ვაფშე, აი რავი. ანუ მომწონს მე ვუკრავ რა, ჯერ შენ უნდა მოგწონდეს, რასაც უკრავ და მე სხვასაც უნდა გაიტანო ეგ ბაზარზე და თუ ეხა ფიქრობ შენ რომ აი კომერცია და რაღაცა, აი მაშინ ის უნდა დაუკრა რაც კომერციას უხდება რა და მე ხა არ ვარ კომერციული DJ ეგრე რო ვთქვათ რა. არ უკრავ ხშირად ჰაუს და სეტიც არ მაქვს ჩაწერილი, მაგრამ აი ყოფილა დეითები, სადაც ჰაუსი დამიკრავს რა, აი პროსტა რომ, იმიტომ რომ აი ამ ადგილას ხალხს უფრო ეს მოწონს. და მიმიცია რა მათთვის ეგ რომ აი რაღაცა მივიდო და პროსტა ჩავშვიდი დეითს არა, აი უბრალოდ დამიკრავს ისეთი, მაგრამ აი მეინი მაქვს მაინც ისეთი მუსიკა რომ აი რა მესმის რომ ბევრისთვის ცოტა ის არის, აი ისეთი მოსასმენი რა, აი სულ რო ვერ მოусმენ და ყველგან რო ვერ დაუკრავ და აი ბარში რო ვერ დაუკრავ, მაგრამ აი მირჩევნია აი ეგრე რო ვთქვათ კოლაბორაციები ვაკეთო, სადღაც ჩავწერო სეტები, ვიდრე უფრო მეტი დეითი მქონდეს. სიმართლე რო გითხრა, აი ეგ უფრო მომწონს. აი სადღაც მისვლა, კამერას სტრიმის ჩაწერა და დადება. აი Instagram-ზე, აი ეგ უფრო მირჩევნია, ვიდრე აი ბევრი დეითი და რაღაცა რა. დავით, რა საქმიანო პირად ცხოვრებაში? პირად ცხოვრებაში ყავს თუ არა, მაგალითად შეყვარებული, რა ვიცი, მეუღლე, შვილი. შეყვარებული არ ყავს. შეყვარებული არ ყავს. საერთოდ ეს მარტო მოძრაო შემპონში? აი, როგორ მარტო ხო, ნუ ხო, ეგრე გამოდის, მაგრამ აი მაკაცები მყავს და მეგობარი გოგოები, მაგრამ აი რავი, ესე მარტოსული ვარ, ეგრე რო ვთქვათ. და რავი, აი, ზოგადად საქმიანო დრამზე უკრავ, გიტარაზე უკრავ, ბასზე უკრავ, ხატავ, მოტოციკლებზე ვკატაობ, მუშაობით არ მუშაობ. ამო თავს რითი ირჩენ? ხატვით.
მუშაობ, აბა რა არის? შენ საყვარელ საქმეს აკეთებ? ეხლა მაინც მუშაობაში არ გამყავს რა, ეგ ძალიან რაც გიხოიცი როგორ აი, რაც გიყვარს საქმიანობა, რასაც აკეთებ და იმით რომ ფულშოულობ, რა ვიცი, ჩემი ეს არ არის მუშაობას უფრო იმას ვეძახი, რომ აი რაღაცაზე კონკრეტულად სხვასთან მუშაობა, რაღაცაზე მუშაობ ისეთი, რომ რაც ღლის რა და ეხლა მე ისე რო შეგეძლოს რომელიმე აი სუპერზალა რო გქონდეს რა. ოპა. ახლა დავფიქრდებოდა რომელი სუპერზალა მინდა. ხა აი რომელი სუპერზალა გექნებოდა? აუ ეხლა ძალიან მაინტერესებს რომელი სუპერზალა მომიხდებოდა. ჩემი აზრით დროში მოგზაურობა. ოკეი. აი სუპერზალაში ხო ითვლება ეგ მაინც დროში მოგზაურობა? კი, რატო არა დროში თუ გადაადგილდები? სუპერ ხო რა სუპერ მინიც იქნები რა. რავი, ჩემი აზრით სუპერზალა აი დროში გადაადგილება რო შემეძლოს. აი ძალიან ბევრ ჩემს საყვარელ არტისტებთან, რავი, ჩავიდოდია რაღაც, გავიცნობდიან რაღაც, აი მოხდა დასაწყისის პერიოდში რა ანუ სანამ გახდებოდი ცნობილები და რაღაც. რავი, აი ეგ სუპერზალა მექნებოდა მე. კარგი, მოდი ისე ვიკითხოს და გისვა, ოღონდ სულ ერთხელ შეგეძლოს გამოყენება რა შეცვლილი. აი კაი გაქვს დროის მანქანა მაგალითად რა, ან დროში გადაადგილება შეგიძლია. აი რომელ დროში გადახვიდოდი და რა შეცვლილი. ოღონდ სულ ერთხელ უნდა გააკეთო რა. ოღონდ დაავადდეს რა შევცვლიდი. შევცვლიდი ალბათ ბიტკოინს ვიყიდი. ბიტკოინს ვიყიდი უოჭველი. ნუ ახლა ჩემი აზრით შეც მაგას იზავდი. თუ რას იზავდი, აბა შენ რას იზავდი? შემომიბრუნე და ბიტკოინი ცუდი კითხვა რა, ცუდი აზრი არაა ჩემს ბიტკოინი. არა? რა ბიტკოინი, მაშინ რაღაც მაინერი გეყიდა გამოიმუშავებდი. მაინერი რა არის? მაინი რაც ბიტკოინს გამოიმუშავებს. ნუ უფრო კაი თუა. უფრო კაი თუა არ ვიტყოდი უარს. ოკეი, მშვენიერი. ახლა მომავალში თუ გაქვს რაიმე დეითები? აი, ეხლა ვუკრავთ 20-ში, ოღონდ ბენდით ვუკრავთ. ცოტა ხანი შევეშვით ამ DJ-ings, გონი ყველამ რა ბენდში, 3 DJ ვართ ბენდში. დაჟე ბენდი გაქვს და ბენდში ხო ვართ, მაგრამ ამავდროულად 3 DJ ვართ, ოკეი. ხო, რავი. და აი, ჩემი აზრით, ეხლა გვაქვს 20-ში, ქუთაისში, skip bar-ში, ძველი გალეონი რომელიც იყო, მანდ ვუკრავთ 3 ბენდი და მანდ გვაქვს წეს რეფლექტორში გეგმებოდა 21-ში. სკაზი და ტრიგერი და არ ვიცი, ცოტა ხანი გადავიწია, იმიტომ რომ ნოდოს ბავშვი შეეძინოს უნდა და რავი, ამ თემაში გადავიდა ცოტა იქეთ, რა გაზაფხულისკენ ალბათ გონი უფრო. მაინც ბენდების ლაივების ყოველთვის გაზაფხულისკენაა უფრო კარგი და ზოგადად ფართებიც რა, ის ზამთარში ცოტა ყველაფერი რო იხოდება ჩვენთან, ეხავს რა. ხო, ნუ ასწავე ხა. და ეხა კიდე ხო, ის ჩავწერე, ეხა წნევაში ჩავწერე, ეხა ახალი პოდკასტ სერიები როა თუ ის. კი, რა. აი მან ჩავწერე საკმაოდ სხვადასხვა კარგი სეტი და დაიდება IBM-ი. თან უკან მიმდინარეობს სტატუს სტუდიაში თავზე ხატვა და რავი, ძალიან კაი კადრები იყო სხვადასხვა რაც ესე ვნახო. მოკლედ ეგრე რო თქვა, ძალიან მომეწონა და მგონი კარგი რაღაცა დაიდროგება რა. კაი, რა მინდა გკითხო, ანუ როგორც იცი, ან ჩვენი პოდკასტი ზოგადად არტისტებზე არის ხოლმე ორიენტირებული და ნუ ასე თუ ისე რაღაც სხვადასხვა შეკითხვებიც გვაქვს მათთან, მაგრამ აი შენი კონკრეტული ჩვენი პოდკასტის ვიცეტი როგორ ფორმატში წარმოგიდგენია? აი როგორ გაგისწორდებოდა ჩვენთან ჩანაწერი, სად გაგისწორდებოდა რომ ჩაგვეწერა? ანუ ადგილმდებარეობას გულისხმობ? კი. ადგილმდებარეობას გარემოს. რავი, ეს ჩემი აზრით ძალიან მომეწონა ეს ანუ ინტერვიუც აქ ჩავწეროთ და ვიცეთი. ეს ძალიან კაია, რავი, შეიძლება რატომაც არა. მაგრამ აი სეტზე გულისხმობ? კი, სეტს გულისხმობ. სეტი არ ვიცი, აი ეხლა რაც წეღავ თქვი რომ სადაც ჩავწერე სეტის წნევაში, აი ძალიან მომწონს ის რომ აი რენდომ ლოკაციებს ირჩევენ რა. და 2-ზე მეტ არტისტს არ ბუქავენ წესით, როგორც მივხვდი, აი 2-ზე მეტი არ იბუქება, ანუ მაგ ლოკაციაზე რა და ჩემი ეს აი ძალიან რო იცვალო ესენი, ეგენის კარგია, რავი, ესე თუ კონკრეტულად რაღაცა ერთი ადგილი, რაღაცა ჩემი აზრით სულ მოსაბეზრებელი არ არის. ჩვენ სად გაგისწორდებოდათ? მე გამისწორდებოდა გამომდინარეობს, ხო? მე გამისწორდებოდა ალბათ რამე რავი, აი მოტოციკლეტების სახელოსნოსთან. ოკეი. ცუდია. მე ეს ლოკაციაში ცოტა ვერ ვარ სიმართლე. და იმაში გაასწორებ და აი
როგორი რაღაც წარმოვიდგინე ხა იცი აი ძველი ვენები ხო იცი აი ავტობუსები რო ოთხკუთხედები სკუბიდუს ავტობუსი ოღონდ აი ფანჯრები რო ღია აი ისეთი კონდეს რა აი გამჭვირვალე ხო შინ სარიელ ავტობუსში ან სკულბასი ხო იცი ეს სკულბასები რო ამერიკულები ან მაგაში ეს თლიანს ისინი იყოს და აი პროსტა ანუ მიდიოდეს წიმძღოლით და რაღაცა DJ სეტი რო ხოთა შორის მეც ხონდა ეგეთი იდეა და ძალიან იდეა ჩემს მე ძალიან მიყვარს ეს რაღაცა ძველი მანქანები ძველი ტექნიკა და ძალიან კარგად გამოიყურება რა აი ყოველთვის იმისთვის რომ გადაიღო რაღაცეები რა აი ყველა კონტექსტში ოღონდ აი დაჟე ტატუებიც მინახავს რომ ხატავენ ეგეთი იმაში და აი რა ვიცი მე სეტის მათ გაასწორა და თან რო დადის ეს და აი ქალაქში და რაღაცა და აი შიგნით რო კამერა რაღაცნაირად და შიგნით რაღაცა იღებს ამ ყველაფერს სეტს რო უკრავს ვიღაცა ძალიან საინტერესო იქნება. კი, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა. მეც მქონდა მსგავსი რაღაცა. როცა და ბიუჯეტებთან შეიძლება გაანუ ძალიან ბევრი გაგივიდეს, მაგრამ აი ჩემი ღირს რა რაღაცა ეგეთების გაკეთება საერთოდ უფრო ხარისხიანი რაღაც კონტენტის დადება ვიდრე აი ადვილი და ისეთი რა. ახლა თლად ბრიტიშ სკულის იმას ნუ დამაქირავებინებ ავტობუსს და რამეს მოგიწევს. მე არა მაქვს პრობლემა ეს სიმართლე რო გითხრა ეს ლოკაციებზე რა ანუ მართლა ანუ არანაირი პრობლემა არ მაქვს მე უბრალოდ მაქვს ჩემი გადმოსახედი და ვინც თუ მიიღებს იმასაც აქვს მისი გადმოსახედი და ანუ რა თქმა უნდა მე რო ეხლა მეტყვის იდეას და რაღაცა ანუ შევხედავ მომეწონება რა თქმა უნდა ეხლა რეციც რო შევხედე რაღაცები მაგიტომ მოვედი მეც რომ მომეწონა და რაღაცა გამისწორდა რა მეთქი იო ახალია უნდა დავასაპორტოთ რა უეჭველი უეჭრა აი ეგ ხოდი ყოველთვის მევასება საპორტი ყველგან რა მადლობა საპორტისთვის რომ მოხვედი იმისთვისაც და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ საკმაოდ კაი ტიპი ხარ, კარგი მუსიკოსი ხარ. ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვო. არიგატო. ძალიან ბევრი დეითი, არ ვიცი ეს ბენდთან ერთად იქნება თუ მხოლოდ რაღაც შენი დეი იქნება, სადაც შენი პერფორმანსით წარსდგები. კიდევ წარმატება მინდა გისურვო შენს პირად ცხოვრებაში, არ ვიცი ეს ურთიერთობა იქნება თუ რა ვიცი ნებისმიერი საქმე რომელსაც აკეთებ და გინდა რომ წინ წახვიდე ყველაფერში საერთო ჯამში და რაც შეეხება ჩაწერას ფიქრობ ესეც ძალიან კარგი გამოგვივა კი აუცილებლად და მინდა გითხრა რომ აი რაც შეიძლება ესეთი კაი გემრიელი საუნდი მოამზადო არ არის პრობლემა დანარჩენი ვფიქრობ რომ ყველაფერი რა ვიცი გავიარეთ ასე თუ ისე რაზეც მინდოდა რომ მესაუბრა შენთან და კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოხვედი და გვესწორე. მეგობრებო, ეს იყო დავით ვარშანიძე, არტისტის სახელით ტეკაჩიმო. მადლობა რომ გვიყურებდით. შემდეგში კიდევ უფრო მეტი სიახლით შეგხვდებით. ისევ გაგაცნობთ არტისტებს, რას აკეთებენ, როგორ ქმნიან თავიანთ მუსიკას. მადლობა რომ გვიყურებდით. შემდეგ შეხვედრამდე. Adiós.